შენ უყურებ ზვაგას და დღეს ძალიან საინტერესო ვიდეო გელის. იმდენად საინტერესო ვიდეო გელის, რომ სრულიად გაურკვეველ მდგომარეობაში სრულიად გაურკვეველ ადგილას დგავარ და არა იქ, სადაც ამ ვიდეოს დასაწყისში წესით უნდა ვიდგე. რატომ? ვიდეოს ბოლოს გაიგებ აუცილებლად რატომ დგავარ ეხლა მე დღეს აქ და შეიძლება ვიდეოს ბოლოსაც ვერ გეგო და შემდეგ ვიდეოში მოგიწევს მაყურებლის ბოლომდე გარკვევა. რატომ მოხდით ეხლა დღეს ჩვენ აქ ესე? ესე იგი, როგორც მოგესწრებათ, კი ვთქვით რომ ვიდეოს 60 შესახებ საერთოდ აღარ დავდევდით, თუმცა ისეთი საინტერესო პროცესის გავლა მოგვიწია, რომ ვთვლი რომ მაგ პროცესის მონაწილე ყველა უნდა ყოფილიყო და რაღაცას ცოტას ყველა ისწავლე და კიდეც. ესე იგი, ვინც პირველად ხედავთ, აგიხსნით აქვე რომ ყავს ერთი S70 პროექტი Phoenix-ი, რომელიც 0-დან გავაცოცხლებ და ამ გაცოცხლების პროცესში კიდე რაღაცები გავუკეთეთ. მათ შორის YHP გადაცემათა კოლოფი დავუყენეთ, რომელიც ქარხმად მაგმანქანაზე ამდგარა და ადაპტერი ამ კოლოფის პროგრამულად რომ სწორად წაიკითხოს ავტომობილმა და იმუშაოს, მხოლოდ რამდენიმე ნაირი არსებობს ბუნებაში და ძალიან ძვირი ღირს უყოლა. ჩვენ კი სტანდარტულად რა თქმა უნდა ძალიან ძვირის გადახდა არც გვინდა და არც ხონდა რომ გადაგვიხადა. შესაბამისად გადაწყვეტეთ რომ ავგვეწყოთ ჩვენი საკუთარი პროგრამული ადაპტერი, რომელიც ძრავის კომპიუტერს და გადაცემათა კოლოფს ერთმანეთთან ისე დაალაპარაკებდა, რომ გამართულად ემუშავა, სიჩქარე ისე შეეცვალა, როგორც უნდა შეცვალოს და აჩქარებაც ისეთი ქონდა, როგორც X5M-ს უნდა ქონდეს. მოკლედ, დავიწყეთ ჩაუჯექით და დანარჩენს უკვე თავად ნახავთ, როგორ განვითარდება მოვლენები. მე მინდა გითხრათ, რომ ამ ვიდეოს ბოლომდე ყურება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, იმიტომ რომ ბოლოში ძალიან საინტერესო რაღაცას გაიგებთ, რომელიც მე უკვე გაგრძელებულ შემდეგ ვიდეოებზე დაგეხმარებათ, რომ მიხვდეთ საერთოდ რა ჯანდაბა ხდება ჩვენს თავს. სანამ მანქანას ვეწყავთ, მანამდე მოდით ჩვენ პროგრამული მხარე გავამზადოთ. აი ეს ყველაფერი ხომ მაგისთვის მაქვს წამოღებული, რომ ეს ჩვენ ჩავამტანი მოწყობილობა გავამზადოთ იმისთვის, რომ მანქანიდან ლოგები წავიკითხოთ. მანქანიდან როცა ლოგებს წავიკითხავთ, ანუ სავრეცხაოზე ვართ ეხლა და მაგიტოზე ვარ აქ და მანქანა ირეცხება, როცა ლოგებს წავიკითხავთ, მე უკვე შეგვეძლება რომ წავიკითხოთ 50 ლოგებიც და მე ავაწყოთ ადაპტერი. ოღონდ ეს მთელი პროცესი ხა მარტივი საერთოდ არ იქნება. თან საქმე იმაშია რომ ყველაფერს ვაკეთებ AI-ის დახმარებით, იმიტომ რომ მე წარმოადგენა არ მაქვს არც ამ მოწყობილობის გამოყენების და სანამ მე ჩემით ვისწავლე. მანამდე გაცილებით მარტივია ცხოვრება. არ დაგავიწყდეთ რომ ჩვენი ახის პარტნიორია Lion Auctions-ი, რომელიც ყოველ შაბათს მართავს სოციალ აუქციონებს წეროვანში რაიონის ტერიტორიაზე, სადაც შეგიძლიათ ჩახვიდე წინასწარ დაათვალიერო ავტომობილი, ნახო რა მდგომარეობაშია, მიიღო მონაწილეობა და პირდაპირ სოციალ შეიძინო ავტომობილი ისე რომ გეცოდინება ზუსტად რა სყიდულობ, არაფერს ლოდინი არ მოგიწევს და ადგილობრივად შეძლებ რომ მეორე დღესვე წამოიყვანა. მეორე დღეს თუ არა, მეორე დღეს კვირა უწევს და მესამე დღეს აუცილებლად წამოიყვანა, იმიტომ რომ ორშაბათი უკვე სამუშაო დღეა. მოკლედ, Lion Auctions.com-ზე შეგიძლიათ ნახო რა ავტომობილებია გასაყიდი, ასევე თუ კითხვა გაგიჩნდა და რაიმე ვერ გაიგე, შეგიძლიათ ფიფქი 080-ზე დარეკო და თავიდან ბოლომდე აგესრიან სრულ პროცესს რა როგორ უნდა გაიარო და როგორ უნდა გააკეთო. ხშირ შემთხვევაში იმაზე იაფიც გამოდის ავტომობილის შეძენა, ვიდრე თავადრო ჩამოგეყარა. ესე იგი, დღეს გვაქვს ჩვენი X5M-ის კეთების დღე. ეხლა წამოვიღე ლეპტოპი. ოღონდ ამ ლეპტოპში საერთოდ არაფერი სოფტი არ მიწერია და არც შენთან კავშირი ამ ლეპტოპს არ აქვს ფიზიკურად არანაირი. მოკლედ, ეხლა უნდა დამეხმარო ჯერ პინები მითხრა, რომ ადაპტერი ავაწყო, OBD-ს შესაერთებელი, მე ეს ადაპტერი შევაერთოთ ლეპტოპში და მე მინდა პროგრამა იმისთვის, რომ ლოგები წავიკითხო. მაგ ყველაფერს რო ვიზავთ, მე გავაგრძელოთ უკვე. ჯერ პირველ რიგში აი ეს, ანუ ეს უნდა გადავჭრათ. აი ეს და დავაერთოთ ამაზე. რომ ამით უნდა ავაწყოთ ადაპტერი, რომ ანუ იდეაში შეიძლება და პროსტა კაბელების გამოყვანას და პირდაპირ OBD-ში შერჭობაც, მაგრამ ეხლა კომფორტის მოყვარული ვარ და მირჩევნია ეგრე გავაკეთო, ვიდრე ამას მაინც არ ვიყენებ არაფერს, თუნდაც კიდია წელკაში უკვე მეორე წელია. თუ დამჭირდა მე ჩამოვიდა ესეც კი. ამიტომ ეხლა მირჩევნია რომ ეგ ადაპტერი გავაკეთო. და დავადოთ ასისტენტს რო გითხრას და ჩვენ აქ ვნახოთ 1 საათი და 39 წუთიო გავკაჩაო ეგრე გვიწევს ბატარეა და ანი ფაქტ, მაგრამ მოდი ჯერ ლეპტოპი დავაძინოთ, რადგან ეგრე გვიწევს. იმიტომ რომ ის არის, რა ქვია, ბარემ ჯერ ადაპტერი ავაწყოთ და მე ჩორთოთ ლეპტოპი. ჩვენ თუ სანამ მანქანა გაირეცხება, მოვასწარეთ ის, რომ ადაპტერი ავაწყეთ და დავამთავრეთ და გავამზადეთ OBD-ს სასაკითხად. მანქანა გამოვიყვანოთ, OBD წავიკითხოთ და მე გაჩვენეთ უცნაურ მეთოდს 50X-ისგან როგორ უნდა წაიკითხო ინფორმაცია, იმიტომ რომ ყველგან დავწერე ჯგუფებში, ყველგან და ნუ არავის არ ყავს შინაურობაში. პლუს ამ ყველაფერს ვერც ინტერნეტში ერთი ორს გასაყიდეთ და დაურეკე და არავ არ შეაერთო დიაგნოსტიკაო და ამიტომ ნახავთ ცოტა ხანში როგორ უნდა შეაერთო დიაგნოსტიკა 50-ში. ხო, ტაქს მოგვწერეს ჩვენმა ასისტენტმა, ესე იგი X5M-ის დღეაო, დავიწყოთო. OBD ადაპტერის ვაირინგი, wires only 3 კაბელის შეერთება გვჭირდება მარტო. ესე იგი, OBD-დან მეორეს ანუ OBD-დან მე-6 პინი გვინდა კან ჰაიში, მე-14 პინი გვინდა კან ლოუში და მე-5 პინი გვინდა გრაუნდში. ეხლა კან 1 ჰაი ხო, სწორედ მომწერა პირდაპირ, რომ მე არ მეწვალა ბევრი.
აი, იმისთვის რომ ეხა გავაკეთოთ აქ პინაუთი. აქ საერთოდ არაფერი პინები არ აწერია, ამიტომ გვინდა ეხა ჩვენ ესეთი აგე დახატულიცაა. ამას უყური. არა, ეგ შენ კი იცი, მაგრამ ამას უყური. პინების ადრომელია მაინც რა. არ მახსოვს რა ზეპირად. ანუ ეს არის პირველი, ხო? ეს არის გარწმუნებული ხარ. ოკეი, უეჭველი. აი ეს არის პირველი. მაგაში რამე სხვაობა თუ არ არის დაწესდა. არა, ანუ ეს ერთდება იმაში. ამ განიერი თავის მარცხენა არის პირველი. განიერი თავის მარცხენა. ანუ იქ რო უყურებ განიერი თავის მარცხენაა? მაშინ ეს უნდა იყოს. მაშინ ეს არის პირველი. так, ჩვენ გვინდა ესე იგი აქ გეხვეწები პინაუთისთვის რამე სურათი ჩამიგდე ობედესი რა, რომ სუსტად მივხვდე რომელი პინია. так, ეს ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გადავჭრით. რუკე საბაკე ნიაიცენ კლაც. так, ჩვენ გვინდა ესე იგი ჯერ მე-6 პინი. კან-ჰაი, კან-ლო, მე-6 და მე-5 პინი გვინდა. ეს არის პირველი, ხო, როგორც გავიგეთ. პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6. ჯერ გვინდა აი ეს პინი. ხო, won't be easy. ხო, მე-6 პინში, აი სადაც მინდევს, მე-6 პინში დაიჭირა. გიჭირავს? მოცადე. ეს არ არის. მე-6-ზე გიჭირავს, ხო? ესე იგი მე-6 არის კან-ჰაი და არის ეს სტაფილოსფერი. კან-ჰაი არის სტაფილოსფერი. ეხა გვინდა მე-14, კი. ეს არის მე-14. მე-14 არის კან-ლოუ და გვინდა მე-5 ეხა. იო, გრაუნდი ხო არის? კი. თეთრი. აი ეს 3 პინი გვინდა. დანარჩენი შეგვიძლია ნახუიზე გავუშვით. ესე იგი მე-6 კან-ჰაის ვაერთებთ, უბრალოდ მე-6 პინს ვაერთებთ კან-ჰაიში. მე-6 პინი იყო სტაფილოსფერი, ხო? ნუ დაჟე აწყობილიც ეგრეა შეჩემ ამას უყურე როგორ მიდის. კან-ჰაი. გრაუნდი კან-ჰაი ხო? ბევრი მაიმუნობის გარეშე. ეხლა აქ ჩვენ ვაკეთებთ ესეთ რაღაცას, ამით რომ ვიპოვით უკვე ლოგებს რა ინფორმაციას არცულიან ერთმანეთში. მე მივდივართ მანქანაში, კაროკიდან მომავალ-ქანს ვჭრით, ვაერთებთ მოწყობილობაში, ძრავიდან მომავალს ვაერთებთ აქ და ერთმანეთში ცვლის უკვე ახსებს რა. ნუ შუაში უბრალოდ ეს პაკეტებს გავუცვლის რა, რაღაცებს ჩაუნაცვლებს. ხო. იმისთვის რომ დავწუნდეთ რომ ყველაფერი კარგად ავაწყენ და კაი კონტაქტი გვაქვს. მე მგონი ისევ შენი დახმარება მირჩევნით. მე-5? არის მე-6. კი ბატონო. ეგ არის. მოწყობილობა კარგად არის, აწყობილი კავშირი აქვს. კარგი, ეს საკმაოდ ფაქიზო რამეა ახლა. ბევრი არ უნდა ვახვანცალოთ. აი, დავდეთ დროებით აქ, ეს ჩვენი აწყობილი ობედე და გავაგზავნით. ესე იგი, pin layout pin-ი ავაწყეთ, კი ბატონო. Software to install on the fresh laptop. Arduino CC. Okay, წავედით, დავაყენეთ სოფტები ახალ ლეპტოპზე. ბურდი დავინახოთ. მე ამ ბურდში დავააპლოდოთ. კი ბატონო, სნიფერი გაშვებულია. ბურდი არჩეულია. აი, ამას გვინდა რომ დავუკავშირდეთ. დაკავშირებულია. მე აუტვირთოთ, სკეჩს უტვირთოთ პირდაპირ ბურდს. короче, ცოცხი ვერა. მანქანას აწყობთ. ჯერ ატვირთოს, მე ვილაპარაკოთ. აი, სკეჩი ატვირთა. რაღაცები ხდება თენგო. რა მოხდა? კაი თუ ძუდი. არ ვიცი. რაღაცას დავუკავშირდით. Start engine now გვიწერს. ოკეი. და მოდი ეს უთხრათ რომ ესე ვართ დაკავშირებულები. აშკარად იმის ქანის კითხვასაც ცდილობს. ვა, თავისივე დაწერილი სოფტით ნახე რა გავაძრო. შევაერთეთ USB. ამონახოთ. თუ წამოიღეს რამე დატას. არაფერი დატა არ მოაქვს.
ოკეი, ეხლა ჩვენთან ხდება ესეთი რაღაცა. რეალურად დაერთებულია, ხო არ გამოვარდა, არაფერი არ გამოვარდა, მაგრამ დატა არ მოდის, მანქანა დაქვექილია. ოკეი, აუხსნათ ეხლა ჩვენ ზვაკაც ყველაფერი. ესე იგი, მანქანა დაერთებულია, ობედეში შეერთებული ვართ, პინები ობედედან გადამოწვეული მაქვს მოწყობილობამდე, რომ უეჭველი კავშირზეა, გავუშვი ფიზიკურად ძრავი, ანუ დავქოქე, მაგრამ დატა არ მოდის, მაინც ტოტალს ხედავს 0-ს. ანუ რაში შეიძლება იყოს პრობლემა. ჯამპერებს ხედავ. ხო არა აქვს, სად დაინახე ჯამპერები? შენ ხედავ სადმე ჯამპერებს? აგე ჯამპერები. და აგე ჯამპერი. კაი. აი სადე? No, the correct wiring is მე-6 პინი ჰაიში. ასე სწორად გქონდა. მე-6 პინი სტაფილოსფერი ხო იყო უეჭველი? იყო ჰაიში. აი და ტესტერი დაგჭირდება ახლა გავზონახოთ რომ ნამდვილად შეერთებული ვართ. კაი, ეგ გასაგებია. ანუ კანჰაილოუში არ გვაქვს პრობლემა ცალსახად. კაი, ეხლა ვკითხავ, უბრალოდ ვკითხე, როცა გამომძვრალია თქო მანქანიდან რა, რომ დავწუნდეთ, რომ ესე რა ქვია, რეზისტორის პრობლემა არა გვაქვს და კანს ხო თავის რეზისტორი უზის მანქანაში. ამას კიდე დამატებით რეზისტორი ექნება. წინაღობა რა უნდა გქონდეს კანჰაი და კანლოუში თქო რა, რომ ეს რა ქვია, მანქანას ხელი არ შეუშალოს არაფერში და ინფორმაციის დამოღება შეძლოს. Then measure between can high and can low with multimeter. You should read 120 ohms. That's onboard termination resistor. Board hardware is fine. Problem is elsewhere. Short on the board. Argonia. Infinite no termination or open circuit. Tell me what you read. Okay. ეხლა ვიგეთქვი რას გითხებთ. Please. აი მაგითო ვერ გითხულობთ ვერაფერს, ჯამპერი უნდა და იმიტომ. ეხლა ეს რამე მეტალი მინდა რომ ჩავაჯამპერო. ეს ვცადოთ ჯერ იქნება მივწოდეთ. თავის გაითავოს ფოტოშოპს. ყოველ შემთხვევაში ჯამპერის ფუნქციას იმედია შეასრულებს. ეგ არის, ჯამპერი უნდა. პაიანლიკი უნდა მაქვს. ქარჩიგჯიზე ერთი ძალიან მაგარი სიახლე გვაქვს, რომელიც არის ავტომობილის full AI report. რაც გულისხმობს იმას, რომ აქამდე თუ შეგიძლიათ პრემიუმ და სტანდარტული რეპორტები შეძინა ქარჩიგჯიზე, რომელიც უბრალოდ გამზადებულ დატას გაწვდიათ მანქანის ინფორმაციის და ჩანაწერების შესახებ, ამ მიერიდან შეგიძლიათ ეგ ინფორმაცია გაერთიანებულად მიიღოთ და ლივს AI ექსპერტის დასკვნა, ღირს თუ არა ზოგადად ამ ავტომობილის შეძენა დაახლოებით რა დაждდება გაკეთება, რა დეტალები უნდა გაითვალისწინოთ, რაც შეიძლება პრობლემური იყოს, ასევე ისეთი დეტალები, რომლებიც ადამიანის თვალს შეიძლება გამოეპაროს, AI-ს არ ეპარება და სურათებშიც კი ისეთ რაღაცებს იჭერს, რომელიც შეიძლება და ჩვეულებრივი ერთი შეხედვით კი არა, 10 შეხედვის მერეც გამოგპარვოდა. მოკლედ დატესტე, ქარჩიგჯიზე შეგიძლია ჩაწერო ვინ კოდი, ან შეგიძლია პირდაპირ ვინ ფოტოს დააჭირო, აირჩიო კამერა, გადაუღო ვინ კოდს სურათი და მოძებნო თავიდან ბოლომდე სრული ისტორია და მეორე უკვე შეიძინო ის რეპორტი, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება. ეს არის გზა იმისთვის, რომ ავტომობილის შეძენისას რისკები დაიყვანო მინიმუმამდე და $20,000 დაკარგვის მაგიერ უბრალოდ $20 გადაიხადო იმ ინფორმაციაში, რომელიც $20,000 დაგაზოგინებს და სადღაცას უაზროდ არ გარისკავ. ეს არის და ეს. ქარჩიგჯი. აი, ეხლა მინდა ტესტერი ჩვენ, რომ ეს ჩემი დაჯამპერებული ნახე, სექსუალური ჯამპერი გავაკეთე, ხო? ცოტა. აი აქ. აი ჯამპერი, კარხნული. კაი, კაბელი? ის წითელი არა, ძველი რაც გააკეთე ის. Так, ეხლა აქ უნდა გქონდეს ასოციომი. გვაქვენ. იდეალურ. Так, ესე იგი, ჩვენ შეგვიძლია ახლიდან დავერთდეთ და ვცადოთ დატის წაკითხვა. აი ხა თუ დატა წავიკითხეთ. ძალიან გავიხარდება. ყველაზე საინტერესო მომენტი რა იქნება, იცი? კულმინაციური, ყველაფერს დავაყენეთ, ავაწყოთ რაღაც რო გავილი და 4 ხევერზე რომ შეცვალოს ისე. არა, ეგ არის. ეგ იქნება აი. ეგ არის კულმინაციური. იმენ epic fail იქნება. ტიპებმა რამდენი იწვალეს და epic fail-ი გააძრეს. ეგ იქნება იტალის გარშეჭი. კარი ვერ აწყო იქნება ეგრე. Так, ესე იგი, ბორდი დაჟე არჩეულია, ხედავს. არჩიეთ ბორდი, start engine გვეუბნება. არაფერი data არ მოდის. No data. ესე იგი, წინაღობა ჩავუყენეთ, შევამოწორო ნამდვილად
ასოციომი გვაქვს წინააღობა, შევაერთე ისევ მანქანაზე, ახლიდან დაუკავშირდი start engine მომცა სნიფერში რო start serial monitor-ში რო start engine-ზე გამეშვა, გავუშვი და data ისევ არ მოაქვს, რა ისევ ნოლებს კითხულობს ყველა იმაში, რა ქვია, ბიტზე და რა შეიძლება სხვა იყოს. Так, წავედით, გადმოვწეროთ შემდეგი ვერსია. აბა რა გაიგო, good news and bad news რაცა. Good news, V2 works perfectly, sniffer is running, capturing data. Bad news, OBD port is filtered. No line capture contains exactly one message. Მაგას ველოდე კიდევაც. BMW Central Gateway keeps alive heartbeat. It starts at boot even before the engine is on. The SMOBD port goes through the Central Gateway, which filters the bus. The actual critical messages from DME are not passed through the OBD connector. This is known BMW limitation. აქ ყველაზე ცუდი იცი რა არის? ჩვენთან კი წავიკითხოთ, მაგრამ სადღაც მანქანაზე The fixed direct wire up ველოდი. კი ვიცი, სადაც უნდა ჩავждები ეკუსთან, მაგრამ სხვა მანქანიდან როგორ წავიკითხოთ, ეგ არის საქმე რა, ეხლა ვინ ჩაგაერთებინებს იქ. თან X6-ის შემთხვევაში Rest 50 გვიდა. ნახე რა ძმა. იდეაში ნუ ეხლა 50 რო წავიკითხავ, ცუდი არ იქნებოდაო, მაგრამ რადგან ვერ ვკითხავთ, მე ხო სპეკები მოვიძიო, რას უნდა ვაგზავნიდეთო რა და რამე რო იყოსო, ჩემით გავაგზავნიო და ნუ ბოლო თუ მაინც და მაინც არასწორი ინფო მქონდა მე და მაგრამ ჩემი გაგზავნილი სიგნალით ვერ გავამუშავეთ. მე ვქნათ უკვე 50-ზე მე ვიჩალიჭოთ, მანამდე ჩვენი დატაც გვეყოფაო რა. კაი, ეგრე ვქნათ, წავედი მაშინ ეხლა რამენაირად და ჩავერთდები და დაგიბრუნდები. წავედი წილკანში. ეხლა ჩვენ გვინდა რა? ჩვენ გვინდა კაპოტ და აქ უნდა ჩავიდეთ. აქ გვინდა აგერ არის 13-იანი. ეხლა მაგის ბრაუტკა არის, აი იქ იყო ხოლმე კაროკიდან მომავალში, როგორც მახსოვს. აი იქ უნდა, აი მასში უნდა იყოს ამ ბრაუტკაში წესი და კანონით. აი მასში უნდა იყოს, აი. ანუ ამ ბრაუტკაშია თუ ამაში? ამეებშია თუ ამაში? მახსოვს რომ ამაში სხვა რაღაც. მეც ეგრე მახსოვს რომ ამაში უნდა იყოს. აქედან მიდის ABS-იც. ო, ეს არის, აი. ყვითელი შავი. ო, კი ბატონო. ყვითელი შავი. და აქ დასპლაისებულია და უკან არის ABS-ში გაშვებული, როგორც მახსოვს. კაი, აი უნდა ჩაუждეთ ეხა პინებში და გრაუნდიც მანდ ვიპოვოთ სადმე. ხო, გამზადებული მქონდა. კაი და ერთი გვინდა გრაუნდისთვის. კანში ვართ, ეხლა გვინდა ლეპტოპი. თან ეს მილოკის კაბელის გარეშე არაფერი კეთდება რა. ანუ მილოკის გარეშე ჩვენთან არაფერი კეთდება ზოგადად. მილოკი დაგვასპონსორეთ. ტაქს, ეხლა ვირჩიეთ. აძაპტერი, აბა დაგქერდი. თუ არა მე გადავაადგილე. აშკარად უკვე ხვდები რომ გადასაადგილებელია, მაგრამ მაინც. ო, არაფერი არ ხდება ქსელში. აბა. მიდი, ჰა. აი, არაფერი ჩააქრე. კანია გადასასმელი. აი, ხლა რაღაცა ხდება. ახლა კაი რაღაცა ხდება. ხო, იქ ნახე შეხედე რა ხდება ქსელში შეჭი. იყო რას ცulis ამდენს. ჩამკრალ მანქანაზეთან. აი, გარი, კაი. წაი დაგოქი. კი ბატონი. დაგოქი ეგრე. ცოტა ხანი იყოს ხალასტოიზე. გაზი მიეხა ერთი იმაზე რა ქვია 3000 აბაროძე 1.5 წამი დაიჭირე. აი გავუშვი, იყოს ხალასტოი ისე და ჩააქრე. კაი, ეხლა ამ თლიანს შეიძლება გამოვიდეთ ეს. გვაქვს დატა თენგის გვაქვს. კოჭებში ვეტყობა რომ დატა არის და დამკითხულობთ. რა? ეს დაიგეცი ხა. ტაქს, აბა მოუხევით ჩვენ ძვაკას ახლა ახალი ამბები.
ესე იგი, მოვედით ახლა ბოქსში, დავაერთე და data გვაქვს. მეორე ვერსიის სნიფერით წავიკითხე და შეგიძლია data ნახო, იგივე txt ფაილი, ან test.txt-ია Dropbox-ში. აბა შეხედე და რას გვეტყვი, ახლა მაქედან უკვე რა გავაკეთოთ. Data, let me grab it now. და როგორც data ძახილის ნიშნით გაუხარდა. არიქა, ვაიცადე, ახლა გადავამოწმო. ახლა სავარაუდოდ ისე პირველ ვერსიაში სნიფერს ჩავწერთ. რომ მარტო ის სპიდები წავიკითხოთ, რაც გჭირდება, იმიტომ რომ იმდენი data მოდის, რომ ეს არის, რა ქვია. არაფერში არ გჭირდება მაგდენი data. ახლა დგას და რამდენი ლაინი იყო, 60,000 ლაინი თუ რაღაცა იყო შემ. 60,000 ლაინზე ჩალიჩება ტყუილ და არაფერში არ არის საჭირო. სესიას გავავსებს ახლა ერთი იმის წაკითხვით, რა ქვია. მაგარი მძიმე სამუშაო მივეცით. კიდე ფიქრობს? ფიქრობს რა, ახლა აქ მე აქედან პროცესს ვერ ხედავ, მაგრამ იქ ბექგრაუნდში გიჟივით პროცესებია გაშვებული ახლა. აი, წავა მოვწიოთ, სანამ ეს აზრი მოვა. თან გიზავა ორი წამი კიდე ამოქო კერწამს, ნახოთ რამეს თუ წამოიებს. აი, ჩააქრე. მოდი ნახე ხა ეგ ფაილი შეამოწმე, ოღონდ ჯერ არც ბრუტის აწყობა დაიწყო არაფერი. უბრალოდ შეხედე, არ დაიწყო კვლევა რა, მაგ ფაილის ბევრი ხაზია ძალიან და წეღან მაგ ფაილის კვლევაზე გაიჭედე და გადატვირთვა მომიწია შენი და ამიტომ ეხა ეგ რო აღარ დაგემართოს, პროსტა შეხედე ის ინფო თუ გაქვს, რაც გჭირდება და მე უკვე მესამე ვერსია დავწეროთ, რომელთაც ინფორმაციას ამოვიღოთ კონკრეტულად რაც გჭირდება. ესა გავთიშეთ მესამე ვერსია. გადმოვწერეთ. აი, აბა დაქოქეთ ენგის. ოკა. ედი. აი, იდგეს ცოტა ხანი ხალას ტოიზე. კი, data გვაქვს. აწიებრუნი 3000-ზე. გაუშვი. იდგეს ცოტა ხანი კიდე. აი, ჩააქრე. ცოტა ხანი იდგა ხალას ტოიზე, ცოტა ხანი 3000 ბრუნზე ვამუშავე და ცოტა ხანი ისე უქმე ბრუნზე დაბრუნდა. აბა ნახე რას დაინახავ მაგ ფაილში და მე უკვე რა ვქრათ მითხარი. აი, ძალიან ძიმე თესქია რაღაცა. დგას ახლა და აანალიზებს თითო ლაინს სათითაოც და გაცოცხლდა რაღაცას გვეუბნება. V3 data is clean and very useful. Here is what I found. Noli XR structure, B-null CRC changes based on message content, rolling counter, nolიდან 215, RPM 16 bit B რაღაცა. ანუ აქედან ნახევარი ვერ გავიგერას მეუბნება. აი, რომელი გავაკეთოთ, წარმოდგენა არ მაქვს, მართალი რომ გითხრა. ანუ ეს პირველი ოპცია რას გვაძლევს და მეორე რას გვაძლევს, მოდი რომ ამიხსნა თუ შეგიძლია. ხო, ანუ რავი, თუ პირველი ოპციის გარეშე მეორეს აზრი არ აქვს, მაშინ შეგიძლია დაიწყო და ჩემგან რა გჭირდება, მე რა უნდა გავაკეთო. ანუ ნახე, მაქსიმალური რად უნდა შევძლოთ, რომ ერთი მისვლით ავაწყოთ ყველაფერი და ბევრი წვალება არ მოგვიწიოს წინ და უკან ბოდიალი. ეხლა ასახსნელია აშკარად რა ხდება და რატო ზივარ ამ ჩემი კაბელებით ხელში და რატო თამაშობ. მოკლედ, პროგრამული მხარე, მე და ჩემმა AI ძმაკაცმა, უпростоოდ ჩემმა AI ძმაკაცმა მე აქედან რაღაცებს პროსტა ვეუბნებოდი, აწყო და გაამზადა. ჩაწერილი გვაქვს, ადაპტერი გამზადებულია და იდეაში პირველი ტესტის დრო მოდის. ანუ ამოიღო ინფორმაცია, რაც ამოსაღები იყო ქარხნული პრაუტკიდან კი არა და ქარხნული ქანიდან. გაამზადა ადაპტერი ახალი მაგ ინფორმაციის მიხედვით, რომ 8HP იმუშაოს გამართულად და არსად შეზღუდვები აღარ გქონდეს. ანუ აქამდე ავარიულში დადიოდა მანქანა. ავარიულში დადიოდა ზუსტად იმიტომ, რომ ეს იყო კარობკა ძრავის კომპიუტერს საჭირო ინფორმაციას არ აწვდიდა და პირიქითაც. Vice versa. შესაბამისად, ეხა მაგის მოგვარებას ვცდილობთ. ხო და მაგის მოგვარების მეთოდი არის ის, რომ ქანში ჩავამატოთ ინფორმაცია, რომელიც ძრავის კომპიუტერიდან კარობკაში უნდა მიდიოდეს. და იმისთვის, რომ ეგ ვქნათ, რაც ადვილი ღონისძიება საერთოდ არ არის. მაგის გასაკეთებლად დაგვჭირდა ჩვენი AI ძმაკაცის დახმარება. ადაპტერი აწყობილია, მაგრამ ყველაზე მთავარი პრობლემა არის ის, რომ კოლოფამდე უნდა ჩავიყვანოთ ორი ქანი და ამოვიყვანოთ უკან. აუ, მე მგონი ვიცი რაც ხდება. და შეიძლება კოლოფამდე ჩაყვანა საერთოდ არ დაგვჭირდეს. აქაც ეგრე მოდის. და ამ შტეკერში იქნება მოდი ახლა შტეკერი უნდა დავშალო კოლოფის. მხოლოდ აი აქ უკანა მხარეს რაც ხდება, ეგ მაინტერესებს ახლა მე ამ შტეკერში.
მოკლედ ხო და ანუ რას ხსნიდი რა კიდე გავწყვიტე იმიტომ რომ ამაზე ვფიქრობ და დამავიწყდა რაც ვამბობდი ესე იგი მთავარი საქმე რა არის რა ადაპტერი უნდა ჩავსვათ გადაცემათა კოლოფსა და ძრავის კომპიუტერს შორის უბრალოდ გადაცემათა კოლოფსა და ყველა დანარჩენ ავტომობილის ქანს შორის იმისთვის რომ ეკვნათ ერთი ვერსია არის ნუ ძრავის კომპის ყუთში მინდა ყველა ვარიანტი ადაპტერის ჩადება რომ ასე თუ ისე მაინც უსაფრთხოდ იყოს შეძლებს დაგვარად და მაგის გასაკეთებლად ყველაზე მთავარი პრობლემა ეხლა მე ის მაგ და იმიტომ ვერ ვაკეთებ მაგას ესე მარტივად რომ კოლოფზე წესით და კანონით რაზდატკის პრაუტკა დასპლაისებული ზედ რა და მე რომ კოლოფიდან ეკუსკენ მომავალი გადავჭრა ეგ იმას ნიშნავს რომ აღარც ABS-ი და რაღაცები აღარ იმუშავებს რა იმიტომ რომ ჩასპლაისებულია შიგნით აი ეხლა ნახე აქ რა ხდება კაროვკაში შტეკერში რეალურად ერთი ქანი ერთდება და აი აქ არის გადასპლაისებული აი აქ მაქვს პრობლემა და აქ უნდა ანუ ესე უნდა დავშალო იქით მხარეც მანქანაზე ეხლა მთავარი პრობლემა არის რაში მანქანაზე უნდა დავშალო ესე და კოლოფიდან ამოვიყვანო 4 წვერი იმისთვის რომ 2 წამოვიდეს და კოლოფში შევიდეს და 2 წავიდეს და ისე პრაუტკას დაუბრუნდეს კარგად გავერთოვით მაგრამ ეს თუ აქ არის გადასპლაისებული და მოდის ზემოთ არა აზრიანი აქვს თენგო ნახე რაში გვაქვს საქმე რა როგორც ვამბობდით ამ პრაუტკასაც კი ეგრე აქვს აქედან არაფერი რაზატკის არ გადმოდის რაზატკა სავარაუდოდ რაზატკის პრაუტკა კუზაოზია სავარაუდოდ თავის ცხოვრებით ცხოვრობს მოდი აწიე მანქანა და ყველაზე ნაღწმად ვნახავთ რა მედი შენ ეგ ნახე მე აქ გაჩვენებ ამას რაზატკის პრაუტკა თავის ცხოვრებით ცხოვრობს რაზატკის პრაუტკა უკნიდან თავის ცხოვრებით ცხოვრობს არაფერ შუაში არ არის ეკუს პრაუტკას ო ეს არა ქვია მართალი ხარ ნოქსის იმასთან არის დიზელთან კი ბატონო ნოქსიდან კი ბატონო შესაბამისად ეგ გვაძლევს ჩვენ რას ეხა კაროვკიდან ყველა ვარიანტში ზევით ამოდის პრაუტკა ეკუსთან მიდის მე ვიტიჯიში ეკუდან მიდის ნაწილი მე რაზდატკაში და ის რაზდატკა ვიტიჯიში ნახე ზევით არის დასპლაისებული აბა რა გაჩვენებს ქვემოთ ამის ეხა უყურე იმიტომ გაჩვენოს რომ ესაა გაკეთებული ეხა უყურე აქ რა ხდება ნახე ეს პრაუტკა ხო გაქვს ანუ ეგ მინდა შტეკერიდან ხო გამოდის 2 წვერი გადასპლაისებულია აქ და 2 ქანი მოდის ამ 2 ქანიდან ერთი წავა ვიტიჯიში ეს 8 მოდის ეკუსთან არის ნახე რა ხდება ეხა სავარაუდოდ რეზისტორი უყენია აქ ქვევით ამას კაროვკაში კი მოდი ეხა ნახე მე ჩემ ძმაკაც ერთ-ერთ რაღაცას გადავამოწმებინებ რა თუ არ გადავამოწმებინებ ეგ არის რაც იმაში მოდის რა ქვია ეკუში ეგ შემოდის ყუთში პირდაპირ ხო ეგ რო ყუთში შემოდის შედის ეკუს მხარეს ბიჭო უკან სადმე როდის მიდის მე მაგას ვერ ხვდები ხა თო ან ეს მაქს ტეკერში აი ეს 2 წვერი რა ჩემ ფეხებად მინდოდა იცი რა ჩემ ფეხებად მინდოდა ამ 2 წვერიდან ერთი ეკუსკენ მიდის და მეორე უკან იმისკენ მიდის რა ქვია ვიტიჯიში მიხდი რა ვთქვა კეთებული იმარო მაინც არა ხები არიან ცალსახად ალბათ უფრო მარტივადაც შეიძლება და მაგ არქიტექტურის აწყობა მაგრამ ნახე ეგ რადგან ეგრეა ეხლა მე რას ვფიქრობ იცი ზევით როგორ მოვახერხო ისე გადაჭრა რომ არაფერი მარკაის არქიტექტურა არ დავარღვიო და ჩავსვა ეს რა ქვია ანუ ქვევით არაფრის წაჭრა და აყვანა არ გვჭირდება ჩვენ აგერ არის ამოყვანილი ყველაფერი ზევით ერთი ორივე პრაუტკას გადავჭრით კაროვკაში ჩავუშვებთ რაც მარტო კაროვკაშია ჩასაშვები და კაროვკიდან ამოსულს გავუშვებთ ორივე პრაუტკაში ანუ ამას ნახე ეს ხო ამოვიდა ეს ხო ამოვიდა კი გადავჭერით ზემოთ გადავჭერით ზემოთ ორივე ანუ გვაქვს რეალურად 4 წვერი რომელიც მოდის კაროვკაში თუ მაქედან გვჭირდება აწი 2 უკვე აწი გვჭირდება 2 მაგ 2 წვერს ხო ის 2 კარგი ვიღებთ აქედან ჩვენ ინფორმაციას შეყვავს ეს იმაში შენ ადაპტერში და იქიდან გამოსულს უშვებ ვიტიჯიში მაგას ამბობ რა თქმა უნდა მომის არა ჩემი ადაპტერიდან გამოსულს არაფერს არ უშვებ ვიტიჯიში ნახე ჩვენ ხო გვინდა ეხლა რომ კაროვკა დავაერთოთ ისე რომ მხოლოდ კაროვკაში მიდიოდეს სიგნალი რა შესაბამისად იმისთვის რომ მხოლოდ კაროვკაში მიდიოდეს სიგნალი ამ 2 წვერს ანუ 4 წვერს უბრალოდ ჭრით 4-ვეს ამ 4 წვერიდან 2 წვერში ვსვავთ კაროვკას აქეთ მომავალ მხარეს ვსვავთ მეორე მხარეს რაც არის და რაც დაგვრჩება ერთ პინში
სვავთ ორი ხანის კაბელს. ზევით ვასპლაისებთ ჩვენ რეალურად. ანუ ამას რასაც აქ ვაკეთებთ, გააკეთებს ზევით უბრალოდ. ანუ ნახე, after the cut, bass side ქსელის მხარე. ანუ ეს მხარე. დასვიო კან 2-ზეო, რომელშიც რეზისტორი არ გვიყენია ჩვენ და ესე რა ქვია, TCU side going to X85 can 1 of board GP1 terminated on. ანუ ეს შედის კან 1-ში, ესენი შედის კან 2-ში. ეხა თეორიაში ჩვენ მივდივართ იქ აი ამ კაბელებს ჭრით, იმას ვაერთებთ და მუშაობს ყველაფერი. ხო. თეორიაში. და კან 1-ზე უნდა რეზისტორი, ხო? 2-ზე? ხო, ანუ აქეთ ამას ვაერთებთ რეზისტორის მხარეს, მე-5 მე-6-ს დავაერთებ კაკრას, აი არაფერს არ გვაძლევს, ანუ ამას დავაერთებთ, ამას ერთი მაგრამ ნუ მაინც რა, მე-5 მე-6-ს დავაერთებ. კან ჰაი, კან ლოუ ვიცით სქემაზე. იქ ვიცით კან ჰაი, კან ლოუ სანდა შევიდეს და კვებები გვინდა რა. ხო. კვებებსაც მანდ ავიღებ სადმე. ნუ კვების მეტი რა არის შეჩება? რაში? პლუსი რო აღებინო? ამ პრაუტკაში? სამი პრაუტკიდან რომელიმეში რა? აგერ არის შეჩება. ეს პლუსია და ეს რა არის? კაროკის მასაც აქ არის მე მგონი. მაინც არ არის დამსლა. წესით მასაც აქ უნდა მოდიოდეს. ხო, რავი, ესეც მასაა რა და ეს სად მოდის ეს მასა კი მაგრამ. ანუ აქვე მოვა და მე სადღაცას გაიყოფა რომ პროსტა დაერჩდეს რა. ანუ სადმე მასას ავიღეთ ხა რამენაირი. კაი. რა 13-ია? თან კაი გრძლად ჩახვეული ეს კაბელები აქ. ჩემთვის აუთ გამზადებული. ტაქს, შემოძმაო. აგერ ჩვენი ქანები. ჯაჭი. მაიცა რა უნდა ჩაჭრავე. ყოე, აშკარად მასა. ხო მასაა შეჩო. ხო, ყავისფერია მასა აშკარად. აქ აგვა ყველაფერი ვაფშე. ნუ მასაზე პლუსი, წითელზე მინუსი და ეგა. ო მე ნახე შენა გამდო. ტაქს, ესე იგი, აქ ხა ჩვენ მივიღებთ და ვაკეთებთ ესეთ რაღაცას. ჭრით ამ ორივეს. არა, ეხა ამ ყველაფერს რო გადავჭრით, ავაწყოთ და დავქოქოთ შეცდომები თუ არ ქონდა, უკვე ძალიან დიდი ბედნიერებაა რა. უკვე ყველაფერი კარგათა. როგორ უნდა მოვუწოვეთ ელექტრიკნეობა. დანეგრე რო აწყობს რაღაცა. მე რა გნიდა შეჩი. ძალიან გაფული რო ხათაქვიში უცბად უნდა დააპრაზმენკო. მე დღეს 5 უნდა გვერდით. მე დღეს 5 უნდა გვერდით. 5? რა 5? არის. ხო. იცი რატო? ესე დარჩება. ხო. ეგ ამშავდება და ეგრე დარჩება. წესილია თუ კარგი. დავიტანჯე შეჩება. და მოვიდა აღარ აქ. პულსი შეჭება. ბიჭო ეხა. მორდა ზაბანი რა. აბრახუნებენ ტყილთანა. ტაქს, დავიწყეთ. რთული ღონისძიების დაწყების დრო. ესე იგი, მე-5 მე-6. აი ეს პრაუტკა მაინც გროდეს ეხა აქედან. იმდენი რამე მაქვს ისედაც გაკვეხებული ხელებში და აი ეს ეკვეხება კიდე. აი ეს რა ქვია, ნახე რა. კანლოუ ხო ყვითელია. სათნო ხო. იმაზე ტის მიხდა. მიხდა. შავი არის ფაი. ოკეი. მე ყველაზე პრიკოლი ის არის, ჩემმა ძმაკაცის დაწერილმა იმან რა ქვია, პრაშიკამ რო არ იმუშაოს. არის მაგის შანსი. კი, რა თქმა უნდა. მზად ხართ მეწელნი ექსპერიმენტისთვის? კი. სამოკი შეგიძლიათ გავაკეთოთ. არა იყოს. არაფერი არა, ზემუგეკაი. ი. აქამდე უნდა არის. თუ დაიქოქა, ესე იგი კაროკის სერიულიც ქანში მოდის. არ არის შეცდომა არაფერი? შეცდომა არა აქვს ბიჭო? ჩააქრენ. გავიგუდე შეჩემა. წავიკითხე ხო და ეხა უგზავნი რო, ესე რა ქვია.
პირდაპირ წერია რას რა პაკეტში ცვლის. Dimi TCU-ში აქ ამ პაკეტს ცვლის და TCU და Dimi-ში ამ პაკეტს ცვლის. და მაგას რო არ აკეთებდეს 2 მილიწამში ცვლის ბიჭო. ხო, მაგას რო არ აკეთებდეს შეცდომის გარეშე ეს ყველაფერი არ იმუშავებდა. ანუ შეუძლებელი იქნებოდა. რადგან იქ შეცდომა არ აქვს, ესე იგი ყველაფერი კარგად აგვაქვს უკვე. თეორიაში იდეალურად არის ყველაფერი. ხო, ანუ იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ მინიმუმ 6 კაბელი გადავჭერი, 7 და რაღაცა შევაერთე შუაში და რაღაცები კარობკა სიჩქარეებში საგდებს და შეცდომა არ გვაქვს და ყველაფერი მუშაობს, ეგ უკვე ძალიან კარგის მანიშნებელია. ნუმერო 1. ამიერიდან, ანუ ეხლა რომც არ შეცვალოს სიჩქარე კოლოფმა, მე შემიძლია პრაშიკებით ვაწვალო და მაინც გავაკეთებინო რა. ხო, თავი არის ის, რომ ერთმანეთს ელაპარაკებიან და ერთმანეთს Yes. რას იძახი ბიჭო? კითხეთ რას გინდა. გავედით და დავრუნდით. Так, სუპრა გავწიეთ და წავედით ვცადეთ. რასაც დავაკვირდი არის ის, რომ ანუ არაფერი არ შეიცვალა, ზუსტად იგივენაირად იქცევა, როგორც მანამდე. და კიდე ერთი რამე აქვს, მანამდეც ქონდა და ეხლაც დარჩა. კლასტერზე მე-7-ში და მე-8-ში როცა გამოაქვს 0 ბრუნი, ანუ 0 ბრუნს აჩვენებს და რეალურად მანქანა ჩვეულებრივ ბრუნზეა და ძრავი მუშაობს და მიდის. და ასევე როცა ჩერდები ან ზადში როცა აგდებ, ბრუნს 0-ზე აგდებს და მერე ასწორებს. ანუ რაღაცა დატა აკლია Excel-ში კარობკიდან წამოსული. ეგეთი შტაბერტირება მრჩება მე. ანუ ჩვენ კი ძრავიდან ეხა კოლოფს მივაწოდეთ რა დატაც უნდა მივეწოდებინა, მაგრამ კოლოფიდან ძრავის მხარესაც რაღაც გვაკლია, ეგეთი შეგრძნება მაქვს რა. Okay, აბანახოთ. The translator is definitely working. Can data flowing or being modified? Don't change any wiring yet. Translator stays in. We just need the diagnostic data. Okay. აი, მაცადე ერთი წამით. მე ხა ესეთ რაღაცას გავაკეთებ ჩემო ძმაო. სანამ diagnostic data-ზე მივალთ და მე გეთახები, რომ diagnostic data გვჭირდება. დრაივდორები და რაღაცები არ გვჭირდება, wheel speed არ გვინდა, engine speed, vehicle speed, engine temperature, trial mode, engine torque set point value. აი ესენია საინტერესო. კაი გახტრას. ოდარა. ჩართე. უი, ამერიანი კაცი მოვიდა. ხო, ესე იგი რა ხდება? შემდეგი დღეა. გუშინ დავაერთეთ, გავიარეთ და ნუ პროგრესი გვაქვს ის, რომ ჩაჭრილ ქანებზე მანქანა დადის. ეგ უკვე დიდი პროგრესია. რაც შეეხება დანარჩენს, აი ეხლა უკვე ცოტა ესე რა ქვია, სიღრმისეულად ვიწყებთ რაღაცების კეთებას. რაც შეეხება სიღრმისეულად რაღაცების კეთებას, ეხლა აქ უნდა ავაწყო მე პირველ რიგში ამ კაბელების დამაგრძელებელი. მე 5-ს უნდა მოვუწყო, ისა 5 უნდა მოვაწყო ისე, რომ შიგნით ცოტა მოხრილად ჩავა, მაგრამ ჩავა რა წესით. ვარაფერს არ ჩავა. ანუ კაბელებს ვიძახი. არ ჩავა კაბელები? არ გამოვუჭრათ? აკა? გჭირდება. არა. და ერთიანივად გამოვულყვან რა. გამფეთ. სანახე ერთი სამაგრიც რომ აპოვნინა, რომელიმე ბოლტი რომ დამომთხვევინა, აი სამაგრის ბოლტს ვერ ვემთხვევით. რა, თითქმის ვემთხვევით. არ უნდა ცხელი წელი ვაგერარი შეჭამ. აი დავამაგრე პირდაპირ. რაზეთი. არი? ზეთი, ზეთოთ. ეს მეორე რო ხითხითებს იქ. ხო, მალამოსავით მოესვა. ეს ნახეთ, კომპიუტერიანი ნახეთ, თვითონ არ უხითხითია თვითონაც რა. დღესიან გასაღებზე რეებს იძახდა უნდა გენახა. ხო არა, მეტი ზღირსი ვარ. Engine idle 30 seconds, captures these first lines, confirm checks and logic at idle, drive normally, do a couple of gentle shifts, ანუ ჩავლებული გადართოსო და მეორე მესამე და მესამე მეოთხე გააწურინე და რა მესამე მეოთხე გავატურნო, ბიჭო ხო რა მიწას. არა, მე პრობლემა არ მაქვს. გავჩერდე სადმე? აი ხო რა გასწორდება გაჩერდი. ამდენს გაჩერდი უკვე გაჩერდი. მე მას ჩამოვყრი ახლა.
გაჩერდი. გავჩერდი. წადე ორი. აი ხა დააფარი. ისე ინგლისზე გადავიდა. აი ისო გაჩერდი სად. გადაგიგზიდა და გააჩერდი. ესე იგი, ხალასტოიზე გავანოლე ლოგი და უпростоრად ხალასტოიზე გავანოლე. ცოტა ხანი ჩვეულებრივი ვიარეთ, რამდენიმე სიჩქარე ჩვეულებრივ შეცვალა. მერე ჩავაჭირეთ და მესამე მეოთხე full throttle-ზე გამოცვალა. ლოგი შენახულია და ატვირთულია translog 1 ქვია. საკმაოდ დიდი ფაილია და პირდაპირ შეერვარი კითხო, თუ გინდა პატარა სკრიპტი ააწყე რაღაცა, რომელთაც მარტივად წაიკითხავ, რომ ძალიან ბევრი დრო არ დაგეკარგოს მაგ ფაილის კითხვაში. Dropbox-ია ჩვეულებრივ დრაივზე. ესე იგი ჩვენი ძმაკაცი დაგვიბრუნდა და ესეთ რაღაცას გვეუბნება რომ ანუ რა კოდი რა ქანში რა რომელი რა საკეთებს ეგ ცალკე საკითხია მაგრამ რა პრობლემას ხედავს რა ანუ რა თვითონ თulis ყოველ შემთხვევაში ეგ პრობლემაა the TCU sends SLA signal for 360 milliseconds ანუ მოკლედ კოლოფიო 300-დან 600 მილიწამით ადრეო shift-ამდეო აგზავნის სიგნალს რომ ეკუმო იმას ქნას რა ქვია თორკის დაგდება მოასწროსო რა და როცა ეგ არ პასუხობს ამ ყველაფერზე TCU gives up and shifts at ანუ კაროკა ნევდება და ცulis 4 ხევარზეო რა რომ თორკი არ დააგდო ძრავმაო ხო და როცა გასწრილი ანუ ბოლომდე ჩაჭერილით მიდიოდიო torque available დაინახავ 505 ნიუტონიო და კაროკა იტყოდა 75 ნიუტონსო და 505 როგორც კი დაინახავ ეგრევე შეგაშიფტაო რომ რაღაცა არ დაანგრეულიყო რა ხო რა the fix when you detect ხო როცა დავინახავთ ამას და ამასო და ამ კოდით ჩავანაცვლოთ და ვნახოთ რას იზავსო და ეხა ახალ პრაშიუკას წერს ჩაგვიგდებს და ამ ახალ პრაშიუკას ჩავწერ და ვნახოთ რას იზავს რა შანსი არსებობს იმის რომ მართლა რეალურად მივხვდეს პრობლემას თუ არა და ყოველ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ რომ აი ამ პროცესით მივალთ და ყველაზე მთავარი რაც არის იქ ყველაფერი ისე გვაქვს გვიაწყობილი რომ ლეპტოპით შეგვიძლია მანქანაში ვიждდეთ და ვიკითხოთ და ბოლომდე კითხოთ და წეროთ თან ეს აი რა ქვია ყველაზე დიდი დრო ჭირდება მომზადებაც პრაშიუკის და ჩაწერით იმენა ეთქებთ კაპარა რა next finish-ი ორ წამში იწერება ამამიდი დავადგი რამდენზე შეცვალა რა მექანი მეოდრიში კარგად წავიდა რა აბა გიდევსა ბარი მორ სიტყვაში ვიტყვი რა რაღაც ჩასწორებული ვარიანტი კიდე ჩავწერეთ და ისევ იგივე სიმპტომი გვაქვს ეხა ახლიდან უტვირთავ და მოვუყვები ჩვენ ძვაკაც რომ ეგ პრობლემა ისევ პრობლემად დარჩა მოკლედ ეხა იმას ვქენით რა ქვია კიდე ერთხელ გავიარე გავტესტე და ეს ლოგი ჩაგიგდე ანუ ისე 4 ხევარზე შეცვალა ამ ლოგში არის 7 სიარულიც და არის ჩაჭერით შეცვლებიც და ვნახოთ აბა ერთ შეხედე რა ხდება. ესე იგი რა მოგწერა fixed same file name flash this one debug then iframe has 2 copies of the torque signal not one we were only clamping copy on gacha no dia sada pameti ეხმარებით ენგო არა მაინტერესებს როდიას როდის მოიშლეონებები არა მეც წეყვა მანქანა გადავჭი აბა თუ გაიჭა ო ეგ უნდა ვეთქვა რამე ხო აგჭირდება წვენ აი ხაკრო აურიულით გახარ 4 კაცი ლეპტოპით მაგარი სტრანის არა ხომ არა პირობს შეიძლება ქორევით არა და ჩემი ჯილაი იქნება გააჩერე ბლე
ეგარ. დაგოქე. ცოტი. ჩავადგათ? ხო. ეს თვითონ კრა თუ შენ ხე? კაი, დააჭირი ბოლომდე. აი, დაანებე თავი. გააჩერე. ან თუ გინდა, ხო, გააჩერე ძველს ჩავწერი. სადაც ვიცით რომ დადის ეს. 4 ნახევარზე შეცვალა, ხო ისე? არა, მანამდე. თუ მანამდეც ვერ მიიტანა. მანამდეც ვერ მიიტანა. ანუ რას აკეთებდა? გაზზე რო გუდავდა, ხო? ესე იგი, Translog 3 ფაილი ავტვირთე. ეხლა ეს რო ჩავწერე ბოლო ფილმი არის. მანქანა 4 ნახევრამდეც აღარ მიდის ბოლომდე გაზგაყრილზე. იმას შვება, რა ქვია, აძაგზაგებს რა, ჭედავს თითქოს და 3-ზე და მალევე ცვლის სიჩქარეს. ანუ ეხლა ბევრად უარესად მუშაობს, ვიდრე მანამდე მუშაობდა. რაღაცა შეიცვალა უარესობისკენ. კაი. რა შეიცვალა თან იმასაც ვერ ხვდები რა. მოდი აბა ჯერ ამ პრაშევიკით გავიაროთ პროსტა რა სიზოს. გავიდე? ხო, წადი და პროსტა ანუ მშვიდათი არის რა გაზავების გარეშე. თითქოს რაღაც ძალიან კარგად ცვლის სიჩქარეს ე. ხო. ანუ ესე ცვლის რა. ხო, კლავნად. ხო, აღარ წურავს. აი, ენა რა მალეგა და ხო. კლავნად. ალბათ ცოცხლად. არა გაგუდა ესე. არ მიდის ხო? არ მიდის ხო? მითიშავს რა. ანუ ბუსს ეწავს როგორც კი სტილობ ეგრევე არ მიდის. ატლევის პონჩი გაძლევს რა რაღაცას აქ ბუსტკაც. ანუ ეხლა ბუსტკაც კი არა თორკაც აძლევს. ანუ ოდნავ გაზ მე რედკაც შევეხები თუ რა ეგრევე გაჩერებს რა. ოკეი, თორკს როგორც კი ძრავიდან ნუ უბრალოდ კარობკა ანუ რა ხდება, კარობკა რო ძრავს დაბალ თორკს თხოვს. რა ჩალე ვეთრეთა როგორ კაი გააჩერე ერთსაც უსვათ გადავაწერი. დაგოქე. რა. დააჭირე იცის ხო. მაგრამ საუბრობთ ისე 4 ნახევარზე შეცვლის. წევიდე თუ? წელი. ესე იგი ავტვირთე Translog 4. ნახე ისე 4 ნახევარზე შეცვალა, ანუ 4-დან 4 ნახევრამდე ცვლის რა, ზუსტად 4 ნახევარზე არა, შეიძლება 4000-ზე შეცვალოს, შეიძლება 4200-ზე, შეიძლება 4500-ზე. აშკარად თორკთან გვაქვს რაღაცა პრობლემა, ოღონდ იქ არ გვაქვს სადაც შენ გგონია რა. იმიტომ რომ ნახე თუ 4 ნახევარზე ზევით წასვლას აპირებს სიჩქარის, მაშინ თორკის დაგდებას 4500-ზე ძრავის კომს არ მოსთხოვს, იმიტომ რომ 600 მილიწამში შეუძლებელია 4000-დან ავიდეს 7000 ბრუნამდე. სადღაც სხვაგან არის პრობლემა. პირიქით მე მგონია რომ თორკს ელოდება, ანუ თორკს ცდილობს რომ დაინახოს ძრავიდან, ან ბრუნს ცდილობს რომ დაინახოს ძრავიდან და მაგეებს რო ვერ ხედავს, მაგის გამო ავარიული ცვლის 4 ნახევარზე და არა პირიქით. აბა ნახე ეგ ვერსია ერთ შეხედელოგებს წესივრად. გავიდი. ამ პირველში გადაიტანე. და თხელი გაზით ააკრეფინე სიჩქარე, მოიცადე? თუ გადავაცეთ იმას რა. პირველში? ხო, პირველში არის ისედაც. მიდი, ააკრეფინე. ააკრეფინე. აღარ ნუ გადაიტანა? ხო. კიდევ იგივენაირად თხელი გაზით. აი. აცადე. დააჯმე მანქანას. გავანულებ და ახლა გამოვიდა. ჩაკრა. ჰა? ჩაკრა. კაი გააჩი. როკო? ხო. ჰა? როკო? ხო. კაი, მაცადე. დავსტუკეთ ეს დედამო.